ჩვენი ჩემპიონი, რომლის დამთავრებამდე არის უარი შეხვედრა და დარჩენილი. კრტიჩიანსაც მწვრთნელად უზის ვაჟა ბროძელი და სავარაუდოდ კრტიჩიანიც სამხრეთ საქართველოსდან არის ალბათ. არა მსავალდებულა შეიძლება თბილისიდან იყოს. თბილისის სახელით გამოდის. ამას ბევრი ყავს იქედან ჩამოსული ეს მწვრთნელი მწვრთნელი კი. ძირითადად ისავარჯიშებს იქაურ მოჭიდავებს. ხო, აი შავშანტელი ჩემპიონის პრიზიორებს შორის ესენი არ ყოფილან. არ მახსენდება არც ერთი. კარგი შეხვედრას ვადევნებ თვალს. ბრძოლა ნამდვილად არის და კრტიჩიანი მიიჩნიეს პასიურად, ალბათ არის ასეც, ვინაიდან ჭელიძე რაღაც გარკვეულ უპირატესობას ფლობდა. კრტიჩიანი უფრო თავდაცვაში იყო და უფრო უკანაც გადიოდა. ერთი ქულა მიიღო ჭელიძემ და ახლა კრტიჩიანი დგება ჩოგჯენში. აქ დროზე ადრე იწყებს მოძრაობას კრტიჩიანი სამიცდელობა ამიტომ დასჭირდა. შეკრა ხელები ჭელიძემ. ეხა მოძრაობს თუ დაატრიალებს თავის მხრივ მოძრაობს კრტიჩიანიც თავს იცავს გაურბის. შეცვალა აქ შეტევის მიმართულება ჭელიძემ წინიდან დაუდგა და ცდილობს უკუგდებას. ძალიან რთული ილეთი არის. თავად მოყვა კინაღამ. ჯერ კიდევ ყოველ შემთხვევაში აქ ორი ქულა მიიღო უკვე კრტიჩიანმა. ჭელიძემ თავისი გადარჩა ჭელიძე აქ შეიძლება ითქვას უწმინდა წაგებას. თავისი შეცდომით მოექცა ასეთ ვითარებაში და ეხლა შეიძლება კრტიჩიანმა კიდევ დაატრიალოს. არ იყო ზალა მასაც გაუვარდა მეტოქე ხელიდან 2-1 გახლავთ კრტიჩიანის სასარგებლო თამბოვში. ისე შარშან თუ გახსოვთ კიდევ ერთი ის ყავდათ ამათ ქვედაწონაში იყო მე მგონი იმ ბიჭმა ძალიან მეხუთეზე გავიდა მაშინ ბრინჯაოს თუ შეხვედრა წააგო ისიც ახალქალაქიდან იყო განახლდა ისევ შეხვედრა პირველი პერიოდის ბოლო წუთი დაიწყო პირველი პერიოდი მთავრდება ბოლო წამების ათვლამედის და შეხვედრის ინტენსივობამაც მოიკლო. დასრულდა პირველი პერიოდი 2-1 იგებს არმან კრტიჩიანი თბილისელი სპორტსმენი ჭელიძესთან დაპირისპირებას. ალეკო ჭელიძესთან ოზურგეთელთან დაპირისპირებას. აი ეს მომენტი კრიტიკული სიტუაცია აი ხა ბროძელთან ერთად სეკუნდანტის კამთან მივიდა ბატონი ოთარ ტატიშვილიც. იწყება მეორე პერიოდი. 97-ში აჩიკო ბოლხაძე შეუულია კიდევ ხო 23 წლამდელებში გამოსვლა. საქართველოს ბოლოვიჩი უძლია. აჩიკო მგონი სადაც 21 წელს აჯა. ხო ბევრი საღარი.
საკმაოდ ისეთი დაპირისპირებით განახლდა მეორე პერიოდი და აქ უკვე უპირატესობა აქ მკრტიჩიანს, რომელიც ეტოქეს უკან ახევინებს. შეგახსენებთ რომ პირველ ნახევარში ის ჩათვალეს პასიურად და ის იყო ჩოქჯენში. ეხლა ჭელიძე არის პასიურად მიჩნეული და რეალურად ალბათ მართლაც ასე არის. შესაბამისად ერთი ქულა მიიღო კიდე მკრტიჩიანმა 4-1 გახდა ანგარიში მის სასარგებლოდ და ჭელიძე ჩოქჯენში. მკრტიჩიანს ეხან ბევრი წარდაკლებია ჩოქჯენიდან დატრიალებამდე, ნახოთ იქნება ეხლა უფრო მეტად შეძლოს. ჯერჯერობით არ გამოვიდა არაფერი, აი დაატრიალა. შეტევა დაატრიალა. და კიდევ მეორეს დატრიალება. გადმოატრიალა კიდე გადმოატრიალებს და ორივე მხარეს ატრიალებს და უკვე 1-1. ნუ ჩვენივრად იჭიდავა ჩოქჯენში. თბილისმა მეორე ოქრო, ხო? კი ბატონო. და ეხლა იქნება დაჯილდოების ცერემონიალი 77 კილოგრამში და შემდეგ ბოლო ფინალური დაპირისპირება. დაასრულა უზურგეთმა, დაასრულა ასე ერთი ოქრო. ორი ვერცხელი და სამი ბრინჯაო. თბილისმა ასე ორი ოქრო